Საღამოშიდების ერთმიფროსო ტელემაყურებლებო ეთერში გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედი ლიზი მამულაშვილი ოჯახურ გარემოში. ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ბლიც ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი თევზი, საყვარელი ქალაქი თბილისი. განსაკუთრებით აღმერთებს თბილისის კოლორიტულ უბნებს. ცხოვრების მიზანი, სახელი. ოცნება ეწვიოს ეგვიპტესა და მოინახულოს პირამიდები. საყვარელი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია. საყვარელი სადილი, შემწვარი კარტოფილი, მაკარონი. ფრაზა, რომელსაც ხშირად იმეორებს. პატივი მეცი. ბიოგრაფიული შტრიხები. ლიზი მამულაშვილი დაიბადა 1980 წლის 19 თებერვალს ქალაქ გორში. დაამთავრა მერვე საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე მისაღები გამოცდები ჩააბარა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ბავშვობიდან სტუდენტობამდე ის რა თქმა უნდა არ ივიწყებდა თავის შემოქმედებას. მან 2000 წელს მოაწყო პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში. სამხატვრო აკადემიის პროფესორ მასწავლებლების თაოსნობით ის მოხვდა თბილისის სამხატვრო აკადემიის გობელინისა და მხატვრული ქსოვილების თავისუფალ მსმენელთა ჯგუფში და შემდეგი წლიდან ჩვეულებრივად აგრძელებს სწავლას. 2002 წელს მოაწყო მეორე პერსონალური გამოფენა ქალაქ გორში. 2003 წელს კი ისევ მოაწყო გამოფენა გორში სასტუმრო ვიქტორიაში. 2004 წელს შექმნა ოჯახი, ყავს მეუღლე. პირველი შთაბეჭდილება, რასაც ლიზის ნამუშევრები ახდენენ მნახველზე, არის თვითმყოფადი ნიჭის ახლებური სვლა, ახლებური ხედვა. მას არასოდეს უხატია ფანქრით, საღებავით. ხატვის ტექნიკა, აკადემიზმი, კომპოზიცია მისთვის უცნობია. სამაგეროდ ნაცნობია მისეული ხედვა და იმ მასალის მხატვრული აღქმა, რაშიც და რაზეც ის მუშაობს. იგი ბავშვობიდანვე კერავდა თოჯინების კაბებს, ქმნიდა თოჯინებს და ასე მოვიდა დღემდე. მის ყოველდღიურ საყვარელ საქმიანობად იქცა 4-5 საუკუნის კაკლის ნაჭრების სხვადასხვა კომპოზიციების შექმნა. მასალად ხმარობს ჩალის ღერებს, ფერადქვებს, ქსოვილის ნაჭრებს, ნახევრად ძვირფას ქვებს. ამგვარად შექმნა მან ასობით ნამუშევარი, ძველი თბილისის ხედები, ეკლესიები, ცხოველთა სამყაროს მშვენიერი წარმომადგენლები და ასე შემდეგ. თითოეული სურათის შექმნაზე ლიზი რამოდენიმე თვის განმავლობაში მუშაობს. ძალიან შრომატევადია. ძალიან, მაგრამ ჩემთვის არ თქვენ წარმოიდგინეთ, აი სხვა ნახველისთვის, აი დამთვალიერებლისთვის აღფრთოვანებას ვერ მალავენ, რომ ძალიან რა ნერვები გაქვს და როგორი შრომატევადი საქმეა შენი ხელოვნება, ჩემი ხელოვნება, ასე ვთქვა, ჩემებული სტილი. და ჩემთვის არა პირიქით. ძალიან სასიამოვნოა და ძალიან რა ვიცი, მსიამოვნებს ჩემი საქმის კეთება. ხელოვანის ყოველი სურათისათვის საკმაო ოსტატობა და შრომის მოყარეობაა საჭირო, რათა ასეთი რუდუნებით ბუნებრივი მასალისაგან შეასრულო ეს რთული კომპოზიციები. ეს სურათები შექმნილი არ არის ნატურიდან. იგი წარმოსახვით ასრულებს ნატურმორტს, რომელშიც სულიერი თუ უსულო საგნები მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. ახალგაზრდა თვითნასწავლ მხატვარს ჯერ შორი გზა აქვს გასავლელი. მასწრით შემოქმედების ფართო ასპარეზი ელის. ლიზი ფიქრობს, რომ მისი სურათები ყოველთვის ორიგინალური იქნება. შემოქმედი ადამიანი უნდა იყოს, რა ვიცი, განსხვავებული, არა ამქვეყნიური, ესე შემიძლია თქვა, იმიტომ რომ თავისებური ბუნება აქვს. ეს მე ვიგრძელი ჩემში, რომ დებს ეს სხვა სამყარო მაქვს მე. ვიტყვი, ყველა ადამიანისაგან განსხვავდები შინაგანი ბუნებით. აი როგორც ხელოვანი, შეიძლება სხვა ხელოვანი ისიც, რა თქმა უნდა. რა ვიცი, ხელოვანი ადამიანი უფრო სათუთი, უფრო სხვა მხედველობისა უნდა იყოს და რა ვიცი, კარგი უნდა იყოს და რაღაც დეტალები მეც მინდა რომ იმას ავქნა. აი ხელოვანი ადამიანი კიდეც წარმომიდგენია ისეთი, რომ ძალიან დამთმომი, ძალიან გულისმერი, ძალიან ის უნდა იყოს წყნარი და მშვიდი. კი, ფლობა ამ თვისებებს, მაგრამ აი ცოტა დამთმობი რაღაც, ცოტა ისა ვარ, ფიცხი ვარ უცებ. 2002 წელს ლიზი მამულაშვილმა პერსონალურ გამოფენაზე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე გოჩა მშვიდობაძე. მხატვრის ნამუშევრებით მოხიბლული გოჩა სურათების ავტორითაც მოიხიბლა. მათი სიყვარულის ისტორია 2 წლის განმავლობაში გაგრძელდა და 2004 წელს ქორწინებით დაგვირგვინდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავის ნაშრომებით მოვიხიბლე. შემდეგ როგორც გაირკვა ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით, ორივე თანამემბრის ქუჩაზე და იმის მერე ქონდა შეხვედრები. ბევრი რაღაც დაემთხვა ისეთი, რაც დაუშვათ ჩემს აზრებს შეესაბამებოდა. 2 წელი ვცნობდით ერთმანეთს, გვიყვარდა ერთმანეთი, შემდეგ ურთიერთობა ქონდა შეხვედრებით ისევ გამოფენებზე და ბოლო-ბოლო გადავწყვიტეთ, რომ შევექმნა ერთი ქართული ოჯახი.
მიღებული ერთმანეთად თქვენი თვალის დანახული ნაკლები და ღირსები თუ საიდუმლო არის რომ მითხრათ აი რა არა საიდუმლო არ არის უბრალოდ მე როგორც ხელოვანი მეგონა რომ დაუშვათ სახლის საქმეები არ ეცოდინებოდა დაუშვათ ან სამზარეულოში და გამოდგა პირიქით რომ რა ვიცი მეტნაკლებად ყველაფერი იცის და ისეთი უარყოფითი ჯერჯერობით რაც შევუყდით ამ 4-5 თვის განმავლობაში არაფერი ყოფილა. რომელი ადგილით გახერა ეს გაკეთება, გამზადება ეხება უფრო და გემრიელად რომლის უფრო ამზადებს? ნუ ძირითადად უყვარს სალათები, კარტოფილის შეწონა, მაგრამ იმ დროს გააკეთა რა ვიცი სოუსი, საკმაოდ კარგი გემრიელი. სოუსი გააკეთა. სხვა რა ვიცი, კმაყოფილი ვარ ყველაფრით და გამომდინარე იმისა რომ ეს ხელოვანია და შეუსაბამობა მე სამხედრო პირი გახრავართ, მაინც კი პროფესიული შეუსაბამობა. ნუ ოჯახით შევეწყვეტ. კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ჯერჯერობით კარგად. ახალგაზრდა წყვილს თამამების ქუჩაზე 60-ხიან ბინაში მარტო უხდება ცხოვრება. ამიტომ მათი საოჯახო საქმიანობა ურთიერთშეთანხმებულია. მიუხედავად იმისა, რომ ლიზი ხელოვანია და დრო ნაკლებად აქვს, იგი მაინც კარგად უთავსებს შემოქმედებით საქმიანობას საოჯახო საქმიანობასთან. შემწვარი კარტოფილი. კვერცხი ცოტა პრიმიტიული რა. არა, ჩვენებრივ სადილებით ვიცი. ოფიციალური ისინი. ჩვენ მარტო ვცხოვრობთ და რა ვიცი. ოჯახი ახალი შექმნილი მაქვს და მომავალში უნდა გავითვალისწინო როგორ შევთავსო. ჯერჯერობით ნამუშევარი არ შემექმნია და ვერ გეტყვით ამას. მე უკვე ნამუშევრებს ის შექმნას რომ დავიწყებ და ის გარემო რომ ექნება რომ ეს შემდეგ უკვე შემდეგ მოგახსენებთ რა ვიცი. ახალგაზრდა შემოქმედი თავისუფალ დროს კითხვაში ატარებს. ზაფხულობით კი ხშირად იმყოფება ქვიშხეთში, სადაც ბუნებაში სეირნობს. აქ ფაქტიურად ყველანაირად განიტვირთება. ამჟამად კი თავისუფალ დროს ხატავს. ძალიან მოსწონს მუსიკის მოსმენა. ხშირად აგროვებს სიმინდის ფოთლებს, ორიგინალურ ქვებს, ზღვის კენჭებს, მზის დანაწევრებულ ფირფიტებს. ამ ყველაფრის ერთობლივი კომბინაციებით კი ქმნის შესანიშნავ ორიგინალურ სურათებს, რომლებსაც საბოლოოდ ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრის ლიზი მამულაშვილის შემოქმედება ჰქვია. მას კიდევ ბევრი რამ აქვს შესაქმნელი. უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს რეგიონალურ კონკურსში მონაწილეობის მიღება, სადაც 4 თავის საუკეთესო სურათს წარადგენს. მას სურს აგრეთვე სამომავლოდ პერსონალური გამოფენის მოწყობა რუსეთში. ამ მიზნის განსახორციელებლად კი მხოლოდ და მხოლოდ ფინანსებია საჭირო. ახალგაზრდა შემოქმედი თვლის, რომ ხელოვანმა ბევრი რამ უნდა გააკეთოს, იმისათვის, რომ თავის რეგიონი, თავისი ქვეყანა წარმოაჩინოს. ამ ყველაფრისათვის კი რა თქმა უნდა, მშვიდობაა საჭირო, რასაც დაუშურებულად უსურვებს ყველას. რას უსურვებდით რეგიონის მოსახლეობას? სიმშვიდეს, სიწყნარეს, ათნოებას. იქნება ხალხი ანგარებიანი და აცებელი. და რა ვიცი, კარგად ყოფნას უსურვებ, როგორც თვითონ სურთ. რა ვიცი, ყველაფერი კარგი შემიძლია უსურვო. ცუდი არაფერი. ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა ზუსტად ელემაყურებლებო. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ესე ვთქვათთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოგიდგენთ ოჯახთან ერთად. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის.